ქება დიდება სამყარო შემოქმედ უზენაეს ღმერთს, ლოცვა და მშვიდობა მის მიერ მოვლენილ მოციქულ მუჰამედს. მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, წერია თუ არა მუჰამედის სახელი აჰმედი ძველ აღთქმაში. დღეს განვიხილავთ ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერს, ეს არის კუდარის ზღვის ხელნაწერი, ქურმანის გამოქვაბულის ხელნაწერთაგან, ეს აიწინა 42 თავი. პიროვნები ვიმტკიცებდნენ, რომ აქ წერია ეთმოხი, რაც ნიშნავს ხელის ჩაულებას და არ წერია აჰმედი. ამასთან დაკავშირებით მინდა მოკლე კომენტარი გავაკეთო. უპირველეს ყოვლისა ცოტა რომ უფრო ახლოდან დავინახოთ. პირველი ასობგერა ეს არის ალეფი, ხეთი, მემი და დალეთი. გამოდის აჰმედი. კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ პიროვნებამ ახსენეს, რომ ჩვენ ებრაული ენა ვიცით, ებრაული ენის კითხვა ვიცით და არ წერია. ნუ კიდევ ცალკე სასაცილო ის არის, რომ ეს ებრაული დამწერლობა არ არის, ეს არის ძველი არამეული დამწერლობა. და თუ ებრაულის კითხვა იცით, ნამდვილად აჰმედს ვერასოდეს ვერ წაიკითხავდით, რადგანაც უფრო სხვა დამწერლობის ცოდნა საჭირო. უფრო დეტალურად განვიხილოთ. აი ძალიან ძველი არამეული, შედარებით იმპერიალური არამეული და დღევანდელი ებრაული. პირველი ასობგერა ეს არის ალეფი, ანუ ა. მეორე ასობგერა ეს არის ხათი, ანუ ხ. მესამე ასობგერა ეს არის მემი, ანუ მიმი, ანუ მუ, მოასობგერა. შემდეგ ეს ასობგერა გამოითქმება ხან ად, ხან ოთ, გააჩნია დიალექტს, მაგალითად არამეულ ენაში ღმერთი არის ალაჰი, ან ალოჰი. ანუ გააჩნია ერთი არის აღმოსავლური, მეორე არის დასავლური. გააჩნია რომელ დიალექტს მიეკუთვნება, ან აჰმად, ან აჰმოდ, ერთი და იგივე და ბოლო არის დალეთი. ძალიან მარტივია, შეგიძლიათ თქვენც თვითონაც მოიძიოთ ძველი ახალი არამეულის დამწერლობა და თუ ჩვენ ვიმტკიცებ, რომ აქ წერია ათმოხი, ანუ პირველი ალეთი, მაშინ უნდა შემდეგი ასობგერა უნდა ეწეროს აქ. ეს არის თავ, რაც ეთმოხიდან მოდის თავ. აი ეთმოხის თავ, აი ესაც უნდა ეწეროს, რომ თქვენ იყოთ მართლები, მაგრამ ეს არც არ წერია. დააკვირდით, წერია ეს. თუნდაც კარგად დავაკვირდეთ. აი ამაზე მაქვს საუბარი. ეს არის ხ და არა თ. წერია აჰმედი და არა ეთმოხი. ელემენტარულად ეს ყველა შეუძლია რომ მოიძიოს ინტერნეტში და გადამოწმოს წერია თუ არა რეალურად აჰმედი. ხოლო ვისაც უნდა ჭეშმარიტების დანახვა, ძალიან ცხადია. ძალიან მარტივია, უბრალოდ სჭირდება გადამოწმება და მიმღებლობა, რომ ჭეშმარიტება მიიღოს ადამიანმა. ვალიჰი ვალჰამდულილაჰი რაბილ ალამინ.